ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ამერიკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისადმი მის მიერ გაგზავნილ ღია წერილთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს შეთავაზება ამერიკული მხარის მიმართ, ეს შეთავაზება რა ერთ გზის ხო და არჩევნებ მათ შორის ჰქონდა არაღია კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, ასევე საჯარო განცხადებები მქონდა მანამდე გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ სრულად მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის. და ველოდებით ჩვენ ხოდარ ნაბიჯებს. რეალურად ძირითადად იგივე გზავნილი იყო გახმოვანებული ჩემს ღია წერილშიც. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ამას ელოდება რა თქმა უნდა ქართული საზოგადოებაც. თუ არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, ეს იქნება იმის უტყუარი ნიშანი, რომ deep state ინარჩუნებს უპირატესობას ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც იქნება ძალიან სამწუხარო. თუმცა ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე deep state შეასუსტებს deep state-ს. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება უკვე შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ ვიქნებით ამისთვის რა თქმა უნდა მზად.